ეს მინდა ოდნავ შევეხო იმას, რაზეც ვილაპარაკებ არავოისთან. ჯერ ერთი გამიხარდა, რომ არ მოხდა სკანდალი და წესით, ყველაფერი სწორი ილაპარაკა, პატარა დეტალების გარდა. ეს დეტალები იყო ის, რომ ნემცოვს და ხადარკოვსკისაც ნამდვილი ოპოზიცია უწოდა. ახლა თვითონ რუსეთი რამდენად თვლის ამ ორ ადამიანს ნამდვილ ოპოზიციად არ ვიცი, მაგრამ საქართველოსთან და კერძოდ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არასწორები არიან ორივე. ხადერკოვსკის საქართველოს დეოკუპაციასთან მიმართებით არასწორი პოლიტიკა უჭირავს და ყირიმთან მიმართებითაც მე მგონი. ისევე როგორც ნავალნის ცოლი რაღაცა გაურკვეველ ფრაზებს ლაპარაკობს. ეს ერთი და კიდე ხო, ანუ რაღაცა სახაროვი ახსენა დადებით კონტექსტში იმ მხრივ, რომ სახაროვიც კი რუსეთის დაშლაზე ლაპარაკობდაო, ანუ ანტიიმპერიალისტი იყო და ისევ შესაძლოა შიგნით რუსეთში ეს საკმარისია იმისთვის, რომ შენ ნამდვილ ოპოზიციად ითვლებოდე, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით სახაროვს არასწორი პროპაგანდა და პოლიტიკა ჰქონდა, საქართველოს პატარა იმპერიას ეძახდა და იტყუებოდა, რომ თითქოს საქართველო ხელოვნურად არის შექმნილი თავის რეგიონებისგან და ეს არ არის რაღაცა ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივად ჩამოყალიბებული ერთიანი სახელმწიფო და ქვეყანა. ეს პატარა დეტალები, მაგრამ ამ დეტალებზე ახლა არ გავამახვილე თვითონ საუბრის დროს. დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ამაზე არ იყო საუბარი იყო საქართველოს დეოკუპაციაზე და ჩვენს მომავალზე სწორი პოზიცია აქვს. არ მგონია, რომ მოხდეს ისე, რისი იმედიც მას აქვს, რომ რუსეთი თავისით გავიდეს, მაგრამ პოლიტიკური პოზიცია რო უჭირავს, ასეთი ეს სწორია. ეს ერთი და მეორე ის, რომ როდესაც მე ვთქვი, რომ თუ ეს არ მოხდება, მაშინ საქართველომ უნდა გაანადგუროს ყველაფერი რუსული, რაც თავის ტერიტორიაზე არის, ამაზე არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, ანუ ამას დაეთანხმა. ეს ყველაფერი იყო სწორი მისი მხრიდან და ახლა კიდე მინდა ვილაპარაკო იმ მოვლენაზე, რომელიც როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რუსულ ვითომ ოპოზიციაზე, მან თქვა, რომ რუსული მედიები ხშირად ასეთ და ნავალნის პლატფორმაც ამას აკეთებდა, ხშირად აკეთებენ ასეთ რაღაცას, რომ ვითომ ლანძღავენ მთავრობას, მაგრამ რეალურად აკეთებენ მის негативное продвижение. უარყოფით მხარდაჭერას. продвижение პირდაპირ რო გადავთარგმნო ახლა არ გამოვა, იგივე შინაარსი და ნეგატიური პიარის თქმა შეიძლება, მაგრამ მაინც არა. აი, ნეგატიური მხარდაჭერა. შენთან ვითომ ლანძღავ, მაგრამ სულ იმაზე ლაპარაკობ და არ ქმნი საკუთარ დღის წესრიგს. მთავარ არხმა ეს დაიწყო დაახლოებით 3 წლის წინ. ჯერ კიდე ღარიბაშვილი იყო პრემიერი. და რაღაც მომენტში უცებ შეიძლება მაშინ, როდესაც გიორგი რა გვარის არის ის ბიჭი პუტინს რო აგინებდა პირდაპირ ეთერში რო აგინა მე ვერ ვიხსენებ მაგას რო გადაეცა ასე ვთქვათ უფრო მეტი შეიძლება იმ მომენტში როდესაც მელაძე წავიდა არხიდან და ანუ მთლიანად ჩაბარდა ხო, ალბათ ამ მომენტში. ხო და როგორც კი ამ გიორგის რომელიც გვარსაც ახლა ვერ ვიხსენებ გაბუნია. ჩაბარდა მთლიანად სარედაქციო პოლიტიკა, მაშინ
პირველად დავაფიქსირე ეს და იმის მერე გამომწერი არა ვარ მთავარი არხის. ეს 24 საათი ტრიალებდა არხზე, რა თქვა ღარიბაშვილმა. ოღონ თითქოს იმ კონტექსტით ტრიალებდა, რომ ნახეთ რა საშინელებაა ღარიბაშვილი, ნახეთ რა საშინელებაა ღარიბაშვილი, მაგრამ ნუ მაინც ხო სულ ღარიბაშვილი და რაღაც გადაიქცა ღარიბაშვილის პიარად. და იმის მერე რაც გაუქმდა ოფიციალურად ხო აღარ მუშაობს ახლა მთავარი არხი, მარტო YouTube-ზე აქვს რაღაცაები და ის Facebook გვერდია. ეს Facebook გვერდი ხო საერთოდ რაღაცა საზიზღრულ რაღაცად გადაიქცა და მე მაგალითად არ ვკითხულობ უცნობს, ხო? მაგრამ ზოგჯერ შემოვდივარ მთავარ არხზე და რაღაცები ვნახო. რატო უნდა დამხვდეს მთავარ არხზე უცნობის ნაბოდიალები? ჩვენ ხო ვიცით, რომ უცნობი არსებობს, ის სრულიად ქოცია, ეს ფაქტი უკვე აბსოლუტურად ყველა მიცის და უცნობი რას ლაპარაკობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უცნობს აქვს თავისი პლატფორმები, საიდანაც იმ თავის დებილობებს ლაპარაკობს და ყავს თავისი აუდიტორია და ამ აუდიტორიას მთავარი რატო ზრდის? ანუ საკუთარ მილიონ ნახევრიან აუდიტორიას კიდე რატო აიძულებს, რომ უნებურად გავხდეთ კიდე პარალელურად უცნობის აუდიტორია. გაუგებარია თუ შენ არ იცი, რომ არსებობს ეს ნეგატიური მხარდაჭერა, რომელიც აბსოლუტურად კგბ-შნიკური მეთოდია. კიდე ერთი ვიღაცა ღლემ რაღაცას ლაპარაკობს. ოცნების პროპაგანდისტი გიორგი აკობაშვილი. ოცნების პროპაგანდისტებს აქვთ ძალიან დიდი სივრცე. აქვთ 5 სამთავრობო არხი. აქვთ თავიანთი რაღაცა YouTube-ები, აქვთ თავიანთი Facebook-ები, სადაც ყავთ უამრავი გამომწერი. არ არის საკმარისი? მე თუ მომინდა ამ იაკობაშვილის რაღაც ღლეობის წაკითხვა, ვიპოვი მის Facebook-ს ან სადღაც წავიკითხავ, რატომ ტენის მთავარი ვიღაც სირებს. ან ეს კიდე. ძალიან ბევრი პოსტებია გადმოკოპირებული მთავარზე. პოსტებზე საზიზღარი რამე ხო არ არსებობს საინფორმაციო სივრცეში. უბრალოდ არ არსებობს. არასდროს არ წავიკითხავ პოსტივის, არასდროს არ ვუყურებ პოსტივის, ოღონდ იძულებული ვარ, იმიტომ რომ როდეს რაღაცა ის წაკითხვა რომ მინდა მთავარზე, აქ მხდება რამიშვილი. უამრავია ასეთი პოსტი, რომ გადახვიდე. ნიუსი ახალი ამბავი არის 10%, დანარჩენი არის იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, ამან ეს თქვა, ამან ეს თქვა. და საერთოდ არ არის სწორი message box-ის ჩამოყალიბების მცდელობა. საერთოდ არ არის, ანუ ჩვენ ოპოზიციურ რად განწყობილ მოსახლეობას რის გარშემო გვაერთიანებენ, რაზე უნდა ვიფიქროთ, რისკენ მოგვიწოდებენ, რა არის ჩვენი დღის წესრიგის შექმნის საბაბი ან რომ ნუ მოკლედ, საბაბი კი არა, დღის წესრიგი საერთოდ წაშალა. მთავარ არხმა მაგალითად. მამარდაშვილის პოსტი. ანუ ვიღაცა ამანაც სრული ქოცობა დაწერა, ვუპასუხე კიდევაც ამ ქოცობაზე, მაგრამ ეს რატო უნდა იყოს მთავარ არხზე? რაში მჭირდება ვიღაცა ქოცების პოსტები მთავარ არხზე? ბოლოს იქამდე მივლენ, რომ გონი ჟღარკავას პოსტების გადმოკოპირებას დაიწყებენ. ჯარისკაცი დაკარგა. მადლობა რაღაცა მაინც რო გითხარით ისეთი, რაც გვესიამოვნება და გვაინტერესებს. ამაზე ლაპარაკობდა, რომ ეს რუსეთში არსებობს, მაგრამ მარტო რუსეთში არა, საქართველოც ამ დღეშია. და საერთოდ ყველა
დიქტატორული და ტირანიული რეჟიმი ამ დღეშია. თუ რაღაცა მაინც არსებობს იმათ საინფორმაციო სივრცეში, სადაც თითქოს შეგიძლია გალანძღო რეჟიმი, მაგრამ ან ისე უნდა გალანძღო, როგორც თვითონ რეჟიმს აწყობს, ან აი ეს უნდა აკეთო. უბრალოდ ტირაჟირო რეჟიმის პროპაგანდისტების ნათქვამები. და ვითომ გულისხმობ, რომ ეს ვითომ ცუდია, მაგრამ რეალურად არც კი ჩანს მაგალითად, რომ მთავარი არხი რაღაცნაირად ეწინააღმდეგება იმას, რაც დაკოპირებული აქვს იგივე პოზიტივისგან მაგალითად. მე როდესაც ვლაპარაკობ რაღაცაზე არასწორობაზე, აი მაგალითად როცა ვლაპარაკობ ისეთ მოვლენაზე, რომელსაც შმეგრელებს ვეძახით, არსებობს რაღაცა ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდი მოწადინებით ავითარებს მეგრულ სეპარატიზმს და ძალიან დიდი ხანი უბრალოდ ვუყურებდი და ვაფასებდი ამ მოვლენას, არ მინდოდა მასზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც რაღაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მათ საინფორმაციო აქტივობამ, მე გადავწყვიტე, რომ ვთქვა, ანუ რამდენიმე გადაცემა მაქვს და ამ თემაზე და ანუ ასე ვთქვათ, თქვენ დაგანახეთ, შეგახედეთ, დიაგნოზი დავსვი და ეს დიაგნოზი დევს ჩემ არხზე. ახლა წარმოგიდგენიათ, რომ მე ყოველ დღე ასე ჩასაფრებული ვიყო მათ გვერდებზე და ყოველ დღე რაღაც ახალ პოსტს რო დაწერენ ან რაღაც ახალ სიჩუმგეს რო დაწერენ, მე ამას ვაკოპირებდე და ჩემთან გადმომქონდეს. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ მე მათ ვუზრდი აუდიტორიას. მათ ვაპიარებ. კი თითქოს ვლანძღავ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მათ ვუზრდი ან რომ მქონდეს ესეთი პოლიტიკა, რომ ნებისმიერი კომენტარი დასაშვები იყოს ჩემ არხზე. თქვენ იცით, ვინც დიდი ხანია ჩემი გამომწერი ყავს და ახლებსაც მაშინ ვატყობინებ ამას, რომ ქოცურობების წერა კომენტარებში ჩემთან არ შეიძლება. კრემლის პროპაგანდის მესიჯ ბოქსების წერა ჩემთან კომენტარებში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ პროპაგანდას ისედაც მიაქვს ყველაფერი და სადღაც ხო უნდა არსებობდეს საინფორმაციო სივრცე, რომელიც ამისგან სუფთაა, სადაც ადამიანი შემოვა და ტროლებისგან დაისვენებს. ხო და მე ჩემ გამომწერს ვცემ პატივს, რადგან ის ჩემი გამომწერია, მე იმ სივრცეს, სადაც ის მოვიყვანე, ჩემი გამომწერის სახით, სუფთას ვინახავ. ტროლები ყველგან არის და ყველგან საკმარისია, კიდე ჩემი არხი რო დაემატოს, მაგ ტროლების საპარპაშო მოედნად. ამიტომ აი ასეთ რაღაცებს რო აკეთებენ ვითომ ოპოზიციური არხები, რეალურად ეს მხოლოდ რეჟიმის მსახურებას წარმოადგენს. შესაძლოა ეს მათი ფასია, რომ იარსებონ, მაგალითად, არ ვიცი მე ახლა თავარ არხმა რომ ეს არ გააკეთოს, შეიძლება ისე დახურავენ რომ ვერც იარსებებს. მაგრამ ჩემი აზრით ჯობია რომ არ იარსებო, ვიდრე ასე იარსებო. რო არ იარსებო, ქოცი ვერ იტყვის რომ ოპოზიციური არხები აქვს. ან მე თვითონ მოუწევს ასეთი არხების შექმნა, მაგრამ რასაც თვითონ შექმნის, დიდად არ იქნება განსხვავებული იმისგან, რაც მთავარია. იგივენაირი იქნება. სხვა შემთხვევაში ოპოზიციურს ვერ დაარქმევს. პირველზე და ფორმულაზეც გქონია უკვე საუბარი და კიდე ერთი დადასტურება იმისა, თუ პირველი რამდენად ქოცურია, ნახეთ, დასტური, ოფიციალური. ეს არის ის ბიჭი, რომელმაც ციხდა რომ გამოვიდა, მაცივარი გამოიტანა და მისმა მეგობარმა კიდე ტელევიზორი გამოიტანა. ძალიან ბევრი კრიტიკა იყო მათკენ მიმართული, მეც ძალიან გავაკრიტიკე. ამ ორმა
ისე ყველაფერში იმდენად ითანამშრომლა რეჟიმთან, რომ ძალიან რთულია ჩემთვის, თქვენ როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და გადაწყვიტეთ, ჩემთვის ძალიან რთულია, რომ მე დავიჯერო, რომ ესენი არ არიან პროტესტში ჩანერგილი ადამიანები. 2023-ის და 24-ის პროტესტების მიმდინარეობის დროს მე ვწერდი Facebook-ზე ჩანერგილებზე პოსტებს. 2023-ში ჯერ კიდე მაშინ თვითონ სტუდენტები ამბობდნენ, რომ არსებობენ რაღაცა ისეთი ადამიანების ჯგუფები, რომლებიც იქცევიან ისე, როგორც მთლიანად სტუდენტობა და პროტესტის ბირთვი შეთანხმებული ერთმანეთში არ არის. რომ უცებ სადღაციდან აღმოცენდებიან, რაღაც დებლობას გააკეთებენ, მერე გაიქცევიან და ეს ყველაფერი მერე პროტესტს ბრალდება. და ჩემთვის ძალიან რთულია, რომ მე ამ ადამიანებზე არ ვიფიქრო, რომ ესენი, იმიტომ რომ პირველი ყველაფერში გაურიგდნენ, ანუ მაქსიმალურად დაანახეს საზოგადოებას, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ რამენაირად თითქოს და ციხე დატოვონ. და რამდენჯერაც გაურიგდნენ ოცნებას, იმდენჯერ დარჩნენ გადაგდებულები და ნახმარები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აღიარეს მაინც არ გამოუშვეს გადაგდებულები დარჩნენ. ყაველაშვილს მიწერეს წერილი შეწყალება თხოვეს, იქაც გადაგდებულები დარჩნენ. კიდე რაღაცა ითხოვეს, კიდე რაღაცა და ანუ ყველაფერში დათანხმდნენ. საკოცეც ქოცი ისინი ყავდათ ადვოკატები და მაინც არაფერი არ გამოუვიდათ. რაც დაპირდნენ სისტემამ კი არა, რეჟიმმა არაფერი არ შეუსრულა და ბოლოს, ანუ თან თვითონ ამბობენ, რომ ძალიან ბევრჯერ მოატყუა რეჟიმმა და ბოლოს, ანუ ახლა მაცივარზე როგორ იმართლებდა თავს. მეო არ მინდოდაო წამოღებაო, უბრალოდ მითხრესო, რომ წაიღეო. ანუ ძალიან ბევრჯერ გადაგაგდეს და შენ მაინც ბოლოს ის გააკეთე, რაც ამათმა გითხრეს. ანუ სულ ბოლოს უკვე როცა გიშვებდნენ, მაშინაც კი მიეცი შენი გათელვის და აი ბოლომდე გაფარჩაკების და მიჩმორების საშუალება? რომ ვინმე მაინც თუ დარჩა გარედან, ვინც შენი გულშემატკივარია, იმასაც გული აერიოს შენს აქციალზე და მთლიანად საკოცეც მერე მიეცეს იმის საბაბი, რომ აი გახარხარონ. და ნახეთ რას ამბობს პირველს. აი, როგორც კი გამოვიდა ციხიდან, რა თქვა? რა გაქ რა? ორონ ტავეპიროს ვინც კი არ უყურებს. სატავეპიროლი ამას სიმართლეს. ყველას ვეუბნები, რომ ორონ ტავეპიროს ვინც კი არ უყურებს. სატავეპიროლი ამას სიმართლეს რა. და მიხარია ესეთ ტელევიზია რო არის საქართველოში. ეხლა იმეს გამორიცხავ. შენი პირველი ემოცია გაუზიარე მაყურებელს, მიხარია. რა თქმა უნდა სამარტოოში იჯდა, ასე ვიცით ჩვენ ყველამ, რომ სამარტოოში იჯდა და წელიწად ნახევარი სამარტოოში ჯდომით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტევე პირველდენ. ჩემი აზრით, ეს იგივენაირი დავალიანება კი არა, დავალებაა, როგორც მაცივრის გამოტანა. ყველაფერი ხო შეუსრულა რეჟიმს და ესეც შეუსრულა. ტიპი გამოვიდა და პირველი რაც თქვა, ტევე პირველი ძალიან მაგარიაო. ოცნებას ჭირდება ტევე პირველი. და ადამიანი, რომელმაც ოცნებას ყველაფერი შეუსრულა და ყველანაირად თავი შეერცხვინა, ყველანაირად დისკრედიტირა პროტესტის ხალხი, ყველანაირად დისკრედიტირა თვითონ პროტესტი, გამოდის ციხიდან და პირველი რასაც ამბობს, ტევე პირველი კაია, ტევე პირველი კარგიაო. შეთანხმების და მისი რეჟიმთან თანაარსებობის და თანამშრომლობის კიდე ერთი მაგალითი.
ტელევიზიები არა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთისკენ მიგვაქანებენ, ჩვენ ბელორუსია არ გავხდებით, ჩვენი ირანი არ გავხდებით, ეს არის ტყუილი. ისეთები მიწერთ ამ ასეთ კომენტარებს, ვინც დიდი ხანია უკვე ჩემი არხი გამოწერილი გაქვთ და არასად არ მივექანებით, ჩვენ დიდი ხანია რუსეთი ვართ და ბევრ რაღაცაში რუსეთს გავუსწარით. და როგორც რუსეთში იყო დოჟდი ვითომ ოპოზიცია. უკვე იმასაც მოუწია გაქცევა ქვეყნიდან, მაგრამ რაღაც დიდი დროის განმავლობაში ხო იყო ქვეყანაში და ვითომ ქვეყნიდან ხო ამ ცნობებდა მსოფლიოს რომ რუსეთი, პუტინზე ცუდ რაღაცებს. როგორც ნავალნის პლატფორმები არსებობდნენ რუსეთიდან მუშაობ, იგივეა ჩვენთან. ტელევიზიები არ არსებობს, ოპოზიცია არ არსებობს. რუსეთში არ მივექანებით, ჩვენ ვართ ქართულენოვანი რუსეთი. ჯერჯერობით კიდევ ქართულენოვანი რუსეთი იყო ჩვენს ისტორიაში ისეთი პერიოდი, რომ რუსულენოვანი ვიყავით. ირანამდე ცოტა გვაკლია მასიური მკვლელობები. გათითო-კაცებული მკვლელობები დიდი ხანია, 13 წელია უკვე ხიხო თითო-თითოდ კლავს ადამიანებს, პატრიოტულად განწყობილ ადამიანებს. მარტო იმით დავიწყოთ, რომ 2008 წლის ომის მონაწილე გმირები როგორ ჩახოცა სხვადასხვა ადგილებში, ვითომ შემთხვევით როგორ გარდაიცვალნენ ადამიანები. თუმცა მასიური მკვლელობაც უკვე იყო კორონას დროს და ვითომ რო კორონას მართავდნენ რეალურად მასიურად კლავდნენ მოსახლეობას. და აი ეს უკვე გაცხადებული მასიური მკვლელობები გვაკლია, რომ ვიყოთ ირანივით და სირია, რო გავხდეთ. თორე რუსეთი დიდი ხანი ვართ და ბევრ რაღაცაში გადავუსწარით, ბელორუსსაც ბევრ რაღაცაში გადავუსწარით. მე არ ვიცი როგორი მოწოდება უნდა გავაკეთო ახლა ამ ვიდეოს ბოლოში, ანუ არაფერს არ უყურეთ თქო რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მაქსიმალურად კრიტიკულები იყოთ. და ეს კრიტიკულობა არ მოადუნოთ არც ერთი წამით. ძალიან რთული პერიოდი არის ახლა, იმიტომ რომ არ დარჩა არაფერი სუფთა და არ დარჩა არაფერი ისეთი, რაც საზოგადოა. და ყველაფერს სწორად აკეთებს და ერთი შეცდომაც რო არ დაუშვია და სადღაც მაინც ნებსით თუ უნებლიეთ არ გაუკეთებია ისეთი რაღაცა, რაც რეჟიმის სასარგებლოა და რაცაც საბოლოოდ რუსულ საქმეს დავარქმევთ. არაფერი არ დარჩა უკვე ასეთი. და ამის გამო ადამიანებს ან ძალიან დიდი ისეთი სასოწარკვეთის გრძნობა ეუფლებათ. ან ორიენტირებს კარგავენ. სასოწარკვეთთან მაშინ გემართება, როცა ორიენტირებს კარგავ და კიდე მაშინ გემართება, როდესაც ვერსად ვერ ხედავ გამოსავალს, იმიტომ რომ ყველგან სადაც არ უნდა გაიხედო, რაღაცა სრულღლეობას და სრულ არაადეკვატურობებს აკეთებს. ამისთვის არის საჭირო მაქსიმალური კრიტიკული ხედვა ყველაფერზე და გამძლეობა. მხოლოდ გამძლეობა გამოგვიყვანს აი ამ ურთულესი პერიოდიდან, ისე რომ ჩვენ
ჩვენში ნათელი შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ამათ რო დავამარცხებთ, იმ ჩვენში შიგნით შენახულ და შენარჩუნებულ ნათელზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო და თუ ეს ნათელი ჩვენში გაფუჭდა, იმიტომ რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, გაგვიჭირდება მერე კარგი საშენება და აუცილებლად კარგი უნდა ავაშენოთ. და აუცილებლად რევოლუცია უნდა მოვახდინოთ. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ რევოლუცია. რა მომენტში არ ვიცით. და როგორ არ ვიცით, იქნება ეს ნახეთ სანამ 4 ოქტომბერი დაიგეგმებოდა, მე ჩემ მეგობართან მქონდა საუბარი, რომელიც ისიც აქტიურად ოპოზიციონერია და ანუ იმას განვიხილავდით, რომ ენი იმდენად სასოწარკვეთილია, რომ არაფერი მასში უკვე ბრაზს თითქოს არ იწვევს და იმდენად იმედგაცრუებულია იმაში, რომ რამდენჯერაც გამოვიდა იმდენჯერ თავში, ამ პროტესტის თავში მოქცეულ თვითმარქვია ლიდერებმა, დროებმა, ახლებმა და დანარჩენ ვითომშ ოპოზიციამ იმდენჯერ დაშალა ნებისმიერი პროტესტი, რომ ხალხს უკვე თითქოს და ანუ გადაღლილია და უკვე არაფერი არ აბრაზებს ისე რომ აი გადაფსიხდეს და გადამწარდეს. რომ ერთადერთი ვამბობდი, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთი სრული გადაფსიხების ტალღა არის ის ალბათ, რომ ივანიშვილი რო გამოვა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გამოაცხადებს, აი ეს არის ერთადერთი რამაც შეიძლება გაგვაბრაზოს თქო, მაგრამ ამასაც ისე აკეთებს ძალიან ნელ-ნელა. ანუ რაღაცეებს ნელ-ნელა აკრობს და ამ ნელ-ნელა გაქრობით, რომ იტყვიან ხოლმე რომ ბაყაყი ნელა უნდა მოხარშო, ამ ნელ-ნელა გაქრობით უკვე ამასაც გვაგუებს. ანუ თითქოს ვიცით უკვე რომ ეს უნდა გააკეთოს და თითქოს შეგუებულები ვართ. მე ბევრჯერ მithქვამს რომ ეს არაფერს არ შეცვლის რეალურად და გლობალურად. ივანიშვილმა თვითონმაც, ანუ ივანიშვილს ჯერ კიდე მაშინ უნდა გაეკეთებინა ეს, სანამ ლეგიტიმური იყო. იმის მერე რაც არალეგიტიმურია უკვე, რაც არ უნდა აღიაროს და რაც არ უნდა გააკეთოს, ეს არაფერში არ ჩაითვლება, ეს იგივეა, რომ ახლა სოხუმში ვითომ აფხაზების პრეზიდენტმა რაღაცა გამოაცხადოს და ვინმეს ეს რო აინტერესებს სოფლიოში, იგივე იქნება. მაგრამ ეს მე რო ვიცი, რომ არაფერს არ შეცვლის, იმიტომ ისე არ ვუყურებ როგორც რაღაც ძალიან დიდ კატასტროფას. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანმა ანუ არ იცის რომ ეს არაფერს არ შეცვლის. ძალიან ბევრ ადამიანს ნამდვილად აშინებს ის რომ ივანიშვილი ამას იზამს. მაგრამ იმ მომენტში პროტესტისთვის მზად, ანუ არ არის იმისთვის მზად, რომ აი ეს თუ გააკეთა მორჩა, მაშინ ჩვენ გამოვალთ და წავლეკავთ და რაღაცას უზამთ. მაინც ანუ თითქოს წინასწარ შეგუებულია და წინასწარ არის ხელჩამოშვებული. აი ესეთი საშინელება რო არ დაგვემართოს და როცა საჭიროა მაშინ გაბრაზებაც შევძლოთ. ანუ როცა საჭიროა მაშინ 4 ოქტომბერი რო დაინიშნა, 4 ოქტომბერი ხო არ დანიშნულა რაღაცაზე ისეთზე, რომ აი გაბრაზებულები უნდა გამოსულიყავით. 4 ოქტომბერი დაინიშნა ისე, რომ ჩვენით გადავწყვიტეთ დღის წესრიგის შექმნა, ეს არ იყო რეაქცია, ეს იყო პროაქტიული ქმედება. ოპოზიციამ თვითონ გადაწყვიტა, რომ აი ამ დღეს, აი ამას ვაკეთებს და არა ის, რომ ივანიშვილი გამოვიდა, რაღაც საშინელება გააკეთა და მე ჩვენ იმ საშინელებაზე გადაფსიხებული გამოვარდით გარეთ. შეიძლება ისე მოხდეს, როდისმე რომ დადებითი კონტექსტით გამოვედით და ჩვენი პროაქტიულობით გამოვედით, ან მოგვიწევს ძალიან დიდი გაბრაზებით გამოსვლა და ამათი წალეკვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მოგვიწევს. აი ამისთვის ან ერთიც, ან მეორეც რო შევძლოთ, როდესაც ეს მომენტი დადგება, აი ამისთვის არის აუცილებელი საჭირო, რომ საღგონებაზე დავრჩეთ და მაქსიმალური კრიტიციზმი ჩვენში შევინარჩუნოთ, რომ იმ გადამწყვეტ მომენტში არ მოვტყუვდეთ.
რომ იმ გადამწყვეტ მომენტში ისევ არ გაგვაბითურონ, რომ იმ გადამწყვეტ მომენტში აი ასეთი ყველაფერი ვითომ ოპოზიციამ, ვითომ ოპოზიციურ ტელევიზიებმა და ვითომ ყველამ, ვინც ხიხოს მსახურში არიან, ვერ შეძლონ ჩვენი გაპუსტავება, ჟარგონულად ვთქვათ. ძალიან აუცილებელი. მომავალ შეხვედრამდე საქართველო იქნება დეოკუპირებული, რაც არ უნდა მძიმე, სულიერ და მენტალურ მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ ახლა. ეს გარდაუვალია.